ინტელექტუალური თამაშები რასად როდის მოსწავლეებისთვის. დღეიდან სტარტი აიღო აჭარის სასკოლო ყოველკვირეულმა მინი ჩემპიონატმა. ტურნირის ჩემპიონი გუნდი სიმფსონები გახდა, რომელშიც რამდენიმე სკოლის მოსწავლე იყო გაერთიანებული. მეორე ადგილი პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თანაბარი ქულებით ერთდროულად 3 გუნდი გავიდა. მიუხედავად საპრიზო კატეგორიებისა, პრიზები ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო. მათ ჩემპიონატის თანაორგანიზატორმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა წიგნები გადასცა. ჩემპიონატში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მინი ჩემპიონატის ფინალი აპრილში გაიმართება, მანამდე კი ჩემპიონატი ყოველ კვირადღეს ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობენ არა მარტო საჯარო სკოლები, არამედ კერძო სკოლებიც. შანსენ უფრო მეტი გუნდი იყო და წელს რატომღაც ცოტა სიხალვათი შეიმჩნევა და მგონია რომ მეორე ტურიდან უკვე უფრო მეტი გუნდები შემოგვიერთდება. ვფიქრობ, კარგი იდეა იყო საერთოდ. ამ ტიპის თამაშები ხელს უწყობს ახალგაზრდობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას, ის რომ უფრო მეტად წიგნიერით ახალგაზრდობა გვიყოლება, უფრო მეტად განათლებული ახალგაზრდობა გვიყოლება და ვფიქრობ, რომ კარგი წამოწყება. მოხარული ვართ, იმიტომ რომ კარგი ხანი არ გვითამაშია ასეთ ხალხმრავალ სიტუაციაში და მგონი ძალიან კარგია ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად აქტიურები ხდებიან ინტელექტის მხრივ მოსწავლეები და შემდგომ უკვე სხვა ჩემპიონატებზე გამოცდილები გადიან ჩვენი რეგიონის სახელით.